მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ დემე გაბოგეიმერი და დღეს შევნა გადავიღოთ Brawl TV-ს გახმოვანება ნაწილი 3. მოვედი დემე გაბოგეიმერი კომენტატორი და დავიწყოთ კომენტატორობა. კარგი, ახლა ნახოთ, აქ არის Hot Zone, ესე იგი, ედგარი, კოლონელ რაფსი და კოლეტი ეჯიბრებიან პენს, ბაირონს და ქროუს. 14 თვით იგებენ. წითელი გუნდი ცდილობს, რომ ცენტრი დაიკავოს, მაგრამ არ გამოუვიდა და ედგარმა გვერდზე გაურაშა ქროუს, მაგრამ ქროუმ ძალიან კარგად გაანადგურა. ჩემი აზრით, წითელი გუნდი მოიგებს, იმიტომ რომ ცენტრს კარგად იღებენ, მაგრამ აქ ისეთი ბრაულერები ყავს ლურჯ გუნდ, შანსია ლურჯმა გუნდმაც მოუგოს. ეხლა ჯერჯერობით ლურჯი გუნდი იგებს. თვითონ მოთამაშეები უფრო კარგები ჩემი აზრით წითელ გუნდში არიან, მაგრამ კოლონელ რაფსი კარგი არის აქედან. ეხლა ამათი პრობლემა ეს არის, რომ ამათ ყავთ ედგარი და ვერ ურაშავენ ცენტრში. აქ კოლიტმა გაანადგურა ყველაფერი, ხო და ცენტრი ამათია. წინაზე მე რომ შემოვედით, ცდილობენ რომ ცენტრი აიღოთ და გამოდიოდა წითელ გუნდს. მაგრამ ეხლა ვეღარ უახლოვდებიან. ჰაიპერჩარჯი ჩართობენმა და ლურჯი გუნდი მოიგებს აქ კოლეტი სასწაულებს შუა. ხო აი ცენტრში ვერ შევიდნენ, იმიტომ რომ ედგარია და ვერ შევიდოდნენ. მოიგეს ლურჯმა გუნდმა. თორე კარგად თამაშობდნენ ისე წითელი გუნდიც. კარგი, გავაგზავნოთ შემდეგი. ნახოთ. სოლო არის, ძალიან კაი. აქეთ ბოლტი არის, სოლოს გახმოვანება არ ნავასება. აქეთ ედგარი, ჯანეტი, აქ ხოცვა-შხრული შეკეთება წავაიღა. აქ დაუთიმერდნენ. რა ხდება? შელი აქეთ ედგარი, შეიდი, აქეთ კარლი. კაი, აქეთ დაუთი. აი, აქ ხდება კარგი რაღაცა ედგარი. აქ დაიძაბება ეხა. ვერ მოკლა შეიდგა. აქეთ ყველა დაუთიმერდა რა. სტარნოვა იმალება ერთი. აქეთ არის უფრო ფაითები ჩართული. ხა ედგარმა იცის აქ რო არის და არ უნდა გამოუშვეს. ბოლტმა გაურაშა, მაგრამ თამე გაურაშა. აქ ხა ცდილობს რომ დაუთიმერდეს. აქ კი დაუთი სტარნოვა მიაყარა. აქ მოკლა ბოლტმა. კაი დაუთიმერდნენ, სტარნოვა მიაყარა აქ შელს, მოდი მე ის მაინტერესებს თუ დაუთიმერდება ბოლომდე. მე არ მგონია მაინც რომ დაუთიმერდეს. სტარნოვა უკვე მოკვდება ალბათ. დაუთიმერდა. ამათ ჯანეტი უტევს, ცენტრში მენა მეზისხება რა, ეს დათიმერება რა. ეხა ცენტრში ბაზე არის, მაგრამ ცენტრში ყოფნა ცუდია, იმიტომ რომ ყველაში შემოგიტევს, მე შეიძლება. სტარნოვა სად არის სტარნოვა? აქ რა ხდება? ბოლთან გაურაშა. კაი, შელი მოკლა. ეს ორი თიმერობს ედგარი და შეიდი ერთად, დანარჩენი 4. ძალიან დაძაბული თამაშია, ის უნდა დაპატარავდა. შელი ხა ამ ორს აყრის. შეიდმა გაურაშა ბიბის, ედგარმაც, მაგრამ ბიბი მოკლა, შეიდმა მოკლა. სუსტად უნდა გამოიყენო. მოკლა ხო, მაინც ის ცუდი პოზიცია ჰქონდა. კაი, ეხა ბოლტი კარგად თამაშობს. ბას შეუდე გაურაშოს, მაგრამ ჯერ არ ურაშოს. ამ შეს სუპერი აქვს. კაი. შელი მოკლა, ეხა ეს უნდა მოკდეს აუცილებლად და ეხა ვინ მოიგებს? სუპერი გამოიყენოს. არ გამოიყენა. მოიგო მეგობრებო ბოლტმა. კარგი. ხა შემდეგი. მე უფრო 3-3-ზე მიყვარს. შეიდი, კოლეტი, ლუმი versus ბოლტი, დრაკო და ფრენკი ბრაულბორი. ჩემი წითელი გუნდი მოიგებს. იმიტომ რომ ჯერ ესეთი ფეიმები უფრო კაი ქონდა. და აგერ ბოლტმა იმენა ნოიერი გაიჩიტა.
აი სამივე ახლოს როლერი არ მიყვარს გუნდში რა. Brawl Ballში. აი ესენი რა კარგები. კოლეტი, შეიდი, ლუმი იდეალური ტრიოა. შეიდი ასე ურაშავს, კოლეტი სუპერით ყველას გაანადგურებს, ლუმიც გაანადგურებს ყველას. აი გაიტანის იდეალურია. ჩემი აზრით რომ არის ეგ მაგიტომაც იგებენ. კაი, ეხლა გოლია უეჭვერის ამოჩა. ორი ცნოლი მეგობრებო. მე ხო თქვი წითელი მოიგებენ, ჯერცეთ უფრო კაი ისინი წავდა. შეიდი მომეწონა მე მოკრით რა შეიდმა კარგად ითამაშე. აი Hot Zone ისევ სირიუსი, კოლეტი, ბოლტი, დამიანი, ბოლტი, კოლეტი. წითელმა გუნდმა დაიკავა ცენტრი, ბოლტმა გარაშა, მოკლა სირიუსი, წითელმა გუნდმა ცენტრი დაიკავა, კოლეტმა გაანადგურა დამიანი, ბოლტმაც გაანადგურა კოლეტი, ბოლტი ბოლტზე. Raga დაძაბული თამაშია, წითელი გუნდი იგებს, მაგრამ ხონო სირიუსმა გაჭიდა სირიუსმა მაპისთვის ცუდი არის. მიეხმარე ბიჭო კოლეტს. წითელი გუნდი მოიგებს ჩემი აზრით. დამიანმა იდეალურად განაშავა ცენტრი ამათია. ცენტრი ისედაც ამათი იყო დასაწყისშივე. ეხლა ბოლტმა რამე უნდა ქნას უნდა მოიმოქმედოს. მაგრამ აქ რო გარაშოს აზრი არ აქვს სახეს გააზრობენ. ხო თქვის სახეს გააძრეს. კაი. წითელმა გუნდმა მოიგო 10,000%. ცენტრი ამათი, აი დამიანი კარგად არაჯობს ბუჩქებთან, ბოლტი აქეთ-იქით დარბის, კოლეტი შორს ვინც არის ესურის და თან ცენტრს იკავებს. ლონჭვეგუნამ მხოლოდ 27%-ის დაკავება მოასწრეს და მე როგორც თქვი ძალიან მარტივად მოიგო წითელმა გუნდმა. და როგორც ხედავთ, ბოლტი გახდა MVP. კარგი. მეგობრებო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, ავიყვანეთ ეს ვიდეო 15 ლაიქზე და გამოეწერეთ არხი. მგონი კარგი ვიდეო გამოვიდა, ცოტა პატარა, მაგრამ არა უშავს, შემდეგ შევდებ ან Minecraft-თან GTA 5 და აბა ჰე და აბა ხო, კარგად იყავით.